დავბრუნდით რეკლამის შემდეგ კვლავ პირდაპირ ეთერში სტუმრები გვყავს დღეს ხუთშაბათი არ არის პარასკევია მაგრამ სამზარეულოში ფუსფუსი მიდის ნეტავიარველად მე მგონი ჩვენს ეთერში რომ პარასკევ დღესაც დატვირთული არის იქ კი ნამდვილად დუტაც დავკარგეთ მაგრამ იმედია შემოვა არ გაიქცევა ვისაუბრებთ არაჩვეულებრივ ჟურნალზე კულინარი მოდი სტუმრები წარმატკინოთ ბახვა ბრეგვაძე ჟურნალ კულინარის კრეატიული შემორჩი მეზობლებთან გავაცილე და ქეთალომიძე ჟურნალ კულინარის თავი რედაქტორი ქეთი სალაყაია შეფ მზარეული და ანა გვარიშემოძე ლორდ კიფანიძე ანა ფოკო არის კულინარში ლამაზი ფოტოებია ანას მადლობა ანა და ქეთი სალაყაიაზე დავამატებ რომ ქეთი არის ჩვენ ჟურნალში სამი რუბრიკის ავტორი და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სადილი 20 ლარად. ანუ როგორ მოვამზადოთ განსხვავებული გემრიელი სადილი 20 ლარად. ახლა ვამზადებ ზუსტად აი ამ სადილს 20 ლარად რომ შეგვიძლია, ხო? კი, ნამდვილად. კარგი. და თან არა ეგ რაღაცა ისეთი პურია, საინტერესო. დიდი. გემრიელი და ჯანკრები. რა ფრანგულს გავს, ხო? ალენდელონი ჭრიდა ეს იმაში ჩორნი ტულპანში ესევე ჭრის რაღაცნაირად აუ ვაჩვენო მაყურებელს ერთი კი აბა გვერდი კი ვაჩვენე რაღაც საინტერესო გვერდია ეჭვი მაქვს ერთი წუთი გვეყოფა ნეტა ლამაზი გვერდია ძალიან ფოტოებს ვიღებ მე უკაცრავად იცი სანამ მე ვიპოვე სანამ შენიპოვე მე ვიტყვი ერთ რამეს ხო GDS-ში ვართ და მინდა რომ თქვა რომ თქვენი პროდიუსერი თამარ ბაბუაძე არის ჩვენი ერთ-ერთი ბლოგერი რომლითაც ჩვენ ვამაყობთ ასე ვთქვათ უკვე ჩვენი მკითხველები ელოდებიან მის ახალ და ახალ ვთქვათ სტატიებს და ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრათ აი თამარ ბაბუაძე დიდი მადლობა გაგმოხსენებთ აი ამ წამს მოდი ვისაუბროთ საერთოდ რატომ გაჩნდა აზრი და სურვილი რომ კულინარიის შესახებ გამოსულიყო ჟურნალი, იმიტომ რომ დღეს კულინარია ვაღიაროთ, რომ არის ძალიან მოდური. და ამ ჟურნალმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა კულინარიის მოდურობაში. ნუ ვცდილობთ ყოველ შემთხვევაში. იცი რა, გაყიდვებიდან გამომდინარე თუ ვიმსჯერებთ, მართალია ჯერ მხოლოდ მეორე ნომერი გამოვიდა, მაგრამ არ დამკვირდება და მოთხოვნა არის. მოთხოვნადი არის. ზუსტად მაგიტომ რომ არის მოთხოვნადი და ეს რაღაცა გასტრონომიული ბუმი არსებობს მსოფლიოში, ჩვენს შეუერთდით ამ გასტრონომიულ ბუმს, ანუ თბილისი, საქართველო და შევქმნით ესეთი ქართული ახალი პროდუქტი, მე ვიტყოდი, იმიტომ რომ ანალოგი მსგავსი ტიპის ჟურნალისა საქართველოში არ არის. კაი, როგორი ჟურნალია და ვისთვის არის განკუთვნილი? ეს არის ჟურნალი ყველასთვის მე ვიტყოდი, იმიტომ რომ ჩვენ ვაერთიანებთ კულინარიას, ოღონდ კულინარიის ირგვლივ ერთიანდებიან ცნობადი და არაცნობადი სახეები. ესენი იქნებიან მხატვრები, მუსიკოსები, სრულიად სხვადასხვა პროფესიის, პოლიტიკოსები, სხვადასხვა სპექტრი, ასე ვთქვათ, რომელიც ერთიანდება და მათი ესეთი საერთო მაგიდა არის კულინარდი, ასე ვთქვათ, ურთიერთობისთვის რეალურად. ანუ კულინარში შეგიძლიათ ნახოთ როგორ შეიძლება პროდუქტი აქციოთ ხელოვნების რაღაცა ნიმუშად და შექმნათ აი რაღაცა მსგავსი ტიპის ესეთი რუბრიკა გვაქვს ჩვენ art menu სადაც ყველა ნომერში სხვადასხვა არტისტები იკრიბებიან და პროდუქტის საშუალებით რაღაცა პერფორმანს ნამუშევრებს ქმნიან. რა არის განსხვავებული ამ ჟურნალში, იმიტომ რომ ახსენეთ რომ არსებობს კიდევ სხვადასხვა კულინარიული ჟურნალები და რითი გამოირჩევა თქვენი ჟურნალი სხვებისგან? ესე იგი, ჩვენი ჟურნალი სხვებისგან გამოირჩევა პირველ რიგში იმით, კულინარიული ჟურნალებისგან, რომ არ არის მარტო რეცეპტები. ანუ ეს თემა კულინარია არის გაშლილი მაქსიმალურად მრავალფეროვნად. ჩვენ თვითონ როდესაც დავჯექით ამაზე ფიქრი დავიწყეთ, ძალიან გაგვიკვირდა რამდენად კარგად გაიშალა ეს თემა, ანუ რაღაცა მრავალმხრივი გამოვიდა. ყველანაირ თემას ვეხებით, ოღონდ ყველა არის, ვთქვათ, კულინარიასთან კავშირში. ჩვენი კიდე რაც მინდა ვთქვა, რომ ძალიან დიდი დახმარება გაგვიწია ჩვენმა პარტნიორმა FFG-მ, რომელიც არის აი ხარისხი აბსოლუტურად მისი დამსახურება, კი. და რაღაცა ჩვენთან ერთად კარგი ისეთი პირობები შეგვიქმნა, რომ მაქსიმალურად აი ჩვენ ხანდახან სიგიჟეებსაც კი ისე კარგად ხდებიან და ვიწყობენ კიდეც ხელს. ვაჩვენობა ხვა? კი, აუცილებლად. იპოვე? კი, 7 თინა. აი, ეს არის ირინა ხიზანიშვილის სტატია.
ჩემზე და ჩემ შვილზე. სანას ულამაზესი სალომეა და სალომე ძალიან რუბრიკა ბავშვთა კვებაზე, რომელსაც თქვა პროფესიონალი პედიატრიც მოგცემთ რჩევებს როგორ თინას პედიატრი ჯაბახეთიანი. თქვა აჭამოთ თუ როგორ თქვა. ყველა ასაკზე არის მოკლედ მორგებული. მოდი ახლა თქვენ ყურადღებას ვითხოვ აქეთ და მაყურებლისასაც, იმიტომ რომ არ უნდა გამოგრჩეთ ის დეტალები, ხა რასაც გავდივართ ჩვენ ეტაპობრივად და მოდი დავიწყოთ მოყოლა. ჩემ და გასაკვირად პირველ რიგში ადუღებულ წყალში ჩავაწყვეთ პამიდორი, ხო? იმიტომ რომ კანი გაძვრეს მარტივად. მე გავაძრობ კანს, გიჟდები კანის გაძრებას. მედი დუდა. ესე იგი ეს არის გადასარევი მეთოდი, იმიტომ რომ კანი პამიდორი ძალიან ჯამთელი პროდუქტია, ძალიან კარგი ორგანიზმის. ხო, ისეთ ვიტამინებს შეიცავს, რაც არ შეიცავს სხვა ბოსტნეული სხვათა შორის. და კანი არ არის დიდად სასარგებლო, კანი კუჭისთვის არ არის სასარგებლო, ქართველებისთვის მით უმეტეს, როცა მოვლა არიცით კუჭის პატუცებულებო. მაყურებელს ვუთხარით რას ვაკეთებთ? არ მეტი არ გითქვა. კი, აი ხა დავიწყოთ ყველაფრის მოყოლას, მაგით ვაკეთებთ ბრუსკეტას. ბრუსკეტა არის ესე იგი პირველი კერძი. სტარტერი, ეგრეთ წოდებული სტარტერი. და ვაკეთებთ ესე იგი პამიდრის ბრუსკეტას და ვაკეთებთ სულგუნის. მე ძირითადად ვემხრობი იმას, რომ რაც სახთან იყიდება, იმისგან შეიძლება გემრიელი რაღაცეები მარტივად. თუ ძალიან ძნელია, როცა გასაქცევი ხარ რაღაც საყიდელი გაქვს, მოკლედ ეს ყველაფრის სირთულეა. ამიტომ არის კეთის რუბრიკა რეალურად ესეთი. მოდი აი რუბრიკებზე ვისაუბროთ. კონკრეტულად ფახვა მაგდისა რომ კეთის 3 რუბრიკა აქვს. რა რუბრიკებია? ფახვა შენ მოყევი, შენ მოყოლა, მე გამოვამზადე შენ მოყევი. სადილე ოცლარად, რადგან უკვე ვისაუბრეთ. ანუ მარტივი ინგრედიენტებით რაღაც განსხვავებულ გემოებს თავაზობთ კეთი მართლა. ანუ არ ჭირდება ამას რაღაც ისეთი ინგრედიენტები, რომ ვეძებოთ, ბევრი ვიაროთ და თქვა საფრთხე ვერ ვიშევოთ. არა, მარტივი. ხელმისაწვდომი ყველასთვის რეალურად. აი ეს კუტი. კი და ახლებურად დანახული, ანუ აი დავუშვათ კოტლეტი, ხო, ეგრეთ წოდებული, რომელსაც ყველა ვაკეთებთ, მაგრამ როგორ შეიძლება რომ სხვა ფორმით, ანუ გავაკეთოთ განსხვავებული ფორმით. მეორე მოდი რუბრიკა. ასახვისებს ცოტა ეშინიათ ხოლმე ექსპერიმენტების და იცი შედეგსაც ჟურნალი დაეხმარება. ვიზუალურად და მე მგონი ეს დაეხმარებათ რომ გადადგან. სხვათა შორის ძალიან ბევრი წერილი მოგდის ეგრეთ წოდებულ ინბოქსში, სადაც წერენ, რომ აი ხა მოვამზადეთ, რომ კეთის რუბრიკა არის საოცრად პოპულარული. აი ეს 20 ლარიანში. რომ მე ხა მოვამზადეთ და არის ესეთი გემრიელი და სადიყავით აქამდე რეალურად. შენაც გაუნებია. შემდეგი ორი რუბრიკა, მეორე რუბრიკა კეთისი არის მოზარდთა კვება, ანუ ხშირად თავიდან პირველ ნომერში ეს არ გქონია და მე რა თქვა წერილებით მოგმართ ეს თხოვნით, რომ აი ძალიან გვიჭირს თქვა მოზარდებს რა ვაჭამოთ, თქვა უყვართ იქ ფასტ ფუდები, მსგავსი საკვები, რომელიც არ არის სასარგებლო ორგანიზმისთვის და კეთიმ გააკეთა თავისი რუბრიკა, სადაც ანუ უცვლის თითქოს აი ამ ფასტ ფუდს ცვლის თავის უფრო ჯანსაღად, შედარებით ჯანსაღად მომზადებული საკვებით. ანუ როგორ შეიძლება სახლის პირობებში ისეთივე ჩაანაცვლოს. ისეთივე გემრიელი შაურმა გააკეთო, როგორი საბუთოა. თუნდაც კი. მე მომწონს რომ ამ ჟურნალიდან რაღაცა კონკრეტულ რჩევებს მიიღებს, თუნდაც მშობელი, თუნდაც როდესაც ირიშკამ დაწერა ჩემი და თინას შესახებ სტატია, იქ იყო პედიატრის 5 რჩევა ძალიან სასარგებლო ყველა მშობლისთვის. შესაბამისად რაღაცას იღებ. კი, ეს მუდმივი რუბრიკა, ანუ გვაქვს მუდმივი რუბრიკები, გვყავს მუდმივი ბლოგერები და ძალიან გვიხარია რომ ამ ნომერში უკვე შემოგვიერთდნენ რაღაცა გავწდით ფარგლებს გარეთ და შემოგვიერთნენ ადამიანები, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ, მოღვაწეობენ და უკვე იმათი ბლოგებიც არის, რაც ძალიან საინტერესოა. შეიძლება ინტერნეტ ვერ ნახო ეს სიახლე, ხო და რაღაცა მათი გამოცდილებაა და ძალიან საინტერესოა და შევიდე საფრანგეთიდან, ნათია ჩხარტიშვილი ლონდონიდან. დიდი მადლობა მათ, იმიტომ რომ არასწორებენ ანა სალგაძეც ლონდონში. და კიდე ერთ რუბრიკაზე გინდა მე მგონი გეთქვა. კი, ანუ კეთის აქვს კიდე ბებოს რეცეპტები. ანუ ყოველთვის თქვა დავიწყებული ჩვენი ყველას ბებოების რეცეპტებს აგროვებს კეთი და მათგან ყველაზე კარგს და განსაკუთრებულს მადლობთ. ესე იგი სთავაზობს ჩვენს მკითხველებს. და არის მართლაც ძალიან ბევრი უნიკალური რეცეპტი გვაქვს უკვე, რომელსაც მომავალ ნომრებში იხილავთ. ხო, ეს არის მიქსი რაღაცა ძველის, რომ არ დავივიწყოთ ის, იმიტომ რომ ყველაფერი არის კარგად მივიწყებული ძველი, ხო? და დაუშვათ რაღაცა ახლებური ფორმით, თანამედროვე მორგებული. კიდე რა მინდა იცი რა თქვა, ახალი რუბრიკა არის ამ ნომერში, ხო ვიყავი, ასე თქვა ნიუკამერები. ეს რას ნიშნავს? ადამიანები, რომლებიც ამ სფეროში, ანუ კულინარიის სფეროში აპირებენ მოღვაწეობას, ანუ უნდათ გახდნენ პროფესიონალი შეფასებები. ჩვენი გამეზას მეუღლეა ამ ჟურნალში. კი, აი, თამარა. რომელიც
სწავლობს აკადემიაში როგორც და ზუკა შონია. ეს ადამიანები აპირებენ სწავლის გაგრძელებას თქვა საზღვარგარეთ, უნდათ ჩინეთში წასვლა, აფრიკაში წასვლა, კარგად წერია და რათა უფრო კარგად და საფუძვლიანად დაეუფლონ სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს. მე ყველაზე მეტად ისიც მომწონს, რომ ეს არ არის ჟურნალი, რომელსაც მხოლოდ გადაათვალიერებ და დაიდებ. მარტო ფოტოები განერთული არ არის. ჩვენთვის არის ყველაზე დიდი კომპლიმენტი. ძალიან ბევრ საინტერესო სტატიას გაეცნობი, გულწრფელად ვამბობ ამას. ყველა გვერდზე გაჩერდები. და მე მართლა რაღაც მიხარი, აი ქეთინ თქვა წეღან და გამეხარდა, რომ რაღაცა თითქოს კიდევ უფრო სტიმული მისცა ამ ჟურნალმა, ეს თუ ძალიან ამბიციურ განაცხადად არ გამომივა, რომ ამ სფეროში კიდევ უფრო რაღაცები ძვრები შეინიშნება, აი მაგალითად ახალი ტელეგადაცემები იწყება, ვიცი, თქვა უფრო და უფრო კი მომრავლდა კიდევ უფრო თქვა სხვადასხვა გაზეთები იქნება, ძალიან მიხარია მე, იმიტომ რომ მე იმდენად მიყვარს ჭამა, ყველა კარგად დაეუფლოს და ყველგან ჭამა გემრიელოს. თუმცა მაგრამ გეტყობა რომ ჯამთელად ჭამს. კი. არა, ესეც გვაქვს რაღაცა ჯანსაღი პოპულარიზაციას ვეწევით რეალურად და არა, მე მინდა შეიმჩნიოთ დუტას პროფესიონალიზმი აქაც. ხო და დუტა უკვე რაღაცა თავისი მეთოდია. აქ ეგრეთ იწვევენ, მანდაც დუტა, ხო? დღეს კი. არა, აქაც იქნება თქვა, ანუ. მანდა, კი ბატონო, არ არის პრობლემა. რაღაც რამე დუტა არის უნივერსალური მე ადამიანი. მოვამზადებ ჭინჭარს კვერცხით გახურათ. კი. კაი. დუტასნაირი ადამიანები ჩვენ ნამდვილად გვჭირდება. იცი რაზე მინდა კიდევ ვისაუბროთ. იმ ის თემა განვიხილეთ მეტნაკლებად, რომ ძალიან საინტერესო და ხარისხიანი სტატიებია, მაგრამ გარდა ამისა არის გაფორმებული და მაღალი პოლიგრაფიული ხარისხის არის ნამდვილად თვითონ ჟურნალი. ანუ ამასაც თანაბარი ყურადღება ექცევა, ხო? ფოტო იქნება, გაფორმება იქნება ასე შემდეგ. რეალურად ამითაც მგონია, რომ რაღაცა ნოვატორები ვართ, იმიტომ რომ მსგავსი ტიპის შეფუთვა, ანუ შეფუთული პროდუქტი ჯერ, რა ვიცი, ამბიციურად მართლა არ მინდა რომ მაგრამ უბრალოდ მგონია რომ არ არის საქართველოში. ანუ ჩვენ გარდა იმისა რომ რაღაცა სტატიები მოგდის ხო, ანუ ყავს ჩვენი ბლოგერები, ამას გარდა იმისა რომ მე ვკითხულობ, კიდე რედაქტორი კითხულობს სხვა რომელიც ანუ FFG-ს, ასევე თვითონ დიზაინერი ვინც ყავს, ის თავიდან ბოლომდე ამას კითხულობს და ისე აწყობს მასალას. ანუ ეს არის ძალიან დიდი შრომა და იმიტომ არის რაღაცა ესეთ ფორმით მოწოდებული, რომ ვიზუალურადაც კარგი იყოს, ანუ და კითხვადიც იყოს. კი, უბრალოდ მომხმარებელი, როდესაც ჟურნალს არჩევს, იზიდავს თვალს, როდესაც მაღალი დონის არის და კარგად არის. მე ვაგენი თამარ ბაგრატი. ამ ჟურნალს ქვია პური და სანახაო. ერთი წუთით შეიძლება ეს ბლოგი არის, მე მგონი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, იმიტომ რომ პირველი ნომრიდან გამომდინარე, მე მინდა ვთქვა, რომ თამარ ბაბუაძის ბლოგები და სტატიები თვითონ არის ყველაზე მადის აღმცველი, ესე რომ ვთქვათ, ეხა მიბრაზდება ყურში, მაგრამ მე მინდა ბაბუ რომ შენ ოდესმე გვაღირსო შენი ჰუმუსი ჩვენ ის რა ჰუმუსი არ ვიცი, მაგრამ ჩვენთან იქნება, მოამზადებს არტარიასთვის და აი უკვე მე შეგიძლიათ თიხილოთ. ბაბუ ეს არ ვიცი, ძალიან სწორედ აღნიშნა, რომ ეს არაჩვეულებრივი ჟურნალი არის ყველასათვის ხელმისაწვდომი, იმიტომ რომ მისი ფასი არის სულ რაღაც 4 ლარი. ანუ ფასი სადაც სწავლობ 20 ლარიან სადილებს. ყველასთვის ხელმისაწვდომია, ხო? აი გარი რომ გვინდა ყველამ შეძლოს ამის შეძენა თქვა და წაკითხვა, დათვალიერება, მომზადება კერძების. თვეში ერთხელ, ხო? ორ თვეში ერთხელ. ორ თვეში ერთხელ. აი ეს რამდენად გამართლებულია მარკეტინგულად, რომ ერთ თვეში ერთხელ თუ ამ ეტაპზე წარმოუდგენელი არ გამოვიდეს. არ შეეშლებოდა. ეგეთ რატომ? ჩვენ ანუ თვითონ თქვა FFG-საც რამდენიმე პროდუქტიათ, ქეთაც თქვა დაკავებული მუშაობს, მეც არის და თავიდანვე ტესტი იყო ეს, ხო? ანუ რა მხოლოდ ეს არის, რომ აი თქვა თვეში ერთ რეჟიმში ჭირდება ალბათ თლიანად თავის გადადება, იმიტომ რომ ჩვენ თავიდან გვეგონა რომ ეს გასართობი იქნებოდა, გამოვიდა რომ არა, იმიტომ რომ ზუსტად ვათენებთ ღამეებს. აი ეს გვეგონა რაღაც დაბა მენეჯმენტები დაუშვა და რაღაცა მაგრამ ეს არ არის. სანდიჩ შრომას მოითხოვს. ან თვეში ერთხელ რომ გამოუშვათ ჩათვალეთ, მაგრამ ეს უნდა გქონდეს საქმე სხვა არაფერი. იცი რა მე? ნახოთ რაღაცა მოთხოვნა არის ძალიან დიდი და რაღაცა ჩვენც მუშაობთ იმაზე რომ ტირაჟი საიდუმლოა? არა. აწერია. 6000-ია ტირაჟი. 6000 რამდენიმე დღეში აღარ არის ხოლმე. მე როდესაც ვიყიდე, როდესაც გამოვიდა მეორე დღეს შევიძინა ეს ჟურნალი ბაზარეთის კუთხეში და ბოლო ნომერი იყო იმ ადგილას და მე როგორც ვიცი, აი ესე სწრაფად მე ხა ვერ ქართული რეალობისთვის ეს ტირაჟი და ესეთი პოპულარობა იშვიათია?
კი. ჩვენ როგორც გვეუბნებიან თვითონ სადისტრიბუციოები, როდესაც აი თქვა ურეკავთ და რამდენ თვითონ გვეუბნებიან რაკენით ესეთი რა რეკლამა გააკეთეთ და ესეთი რეკლამა განსაკუთრებული არ გაკეთეთ. ანუ რაღაცა ეთყობა 2-3000 არის ესეთი ჟურნალების სუდი მაქსიმუმ. ნუკა, მარილი საერთოდ გვაქვს. ეხლა არ უნდა გამოსულიყო. ხო, რა, ისევ ნუკა მიტრიალო სამზარეულოში. მაგრამ მე მაინტერესებს, რა მაინტერესებს, კვერცხით რისი გაკეთებაში? ეს კვერცხით. დაახლოებით აი კვერცხით რამდენი ნაირი კერძის გაკეთება შეიძლება. ეს ბებია ჩემი არის გამოჩენილი კულინარი და აქ სადღაც 300-მდე რეცეპტი კვერცხით შეიძლება რომ ჩაიგდო. მე მეგონა რომ მინიმუმ 100 მეტყოდი. არა. 300 არ ვეღოთი. და შეიძლება ესე იგი კვერცხი შეიძლება ესე იგი მოხარშვის მარტო მეთოდია იმდენი. მე ყველაზე მეტად მიყვარს ეს პაშოტი რომელიც პირდაპირ კვერცხის წყალში რო ხარშავ, ისა რომ ყოველს გემრიელი. ნუ ავერიკავე მარილი. ხელწყალში ჩაგდებული ძმრიან წყალში, ან ღვინიან წყალში და მე ამას ზევიდან ჰოლანდიურ соуსს აი ღვინიან წყალში მომეწონა, იმიტომ რომ მე როგორც თელაველი არ ვაღიარებ ძმას. კი, ღვინის ძმარის ღვინის ძმა არის, მაგრამ რა გვეხმარება ჩვენი დრო ნელ-ნელა იწურება და მინდა რომ მოვასწროთ ის ხო მაგრამ მარილი რო მარილი სად არის მარილი ვერაფრით ვერ ნახე ნუკა აი ნუკა პირველ მარილი მე მოვყარი თვალი მარიოს მე მოვყარი თვალი გოდიში ერთ წამი თბილა აი აქეთ იყო მოიცა ხელად აი ისიც რა მადლობა მალადე ეს მარილი კი მარილია გუშინ გამოვიდნენ კარტა არა მაგრამ იმითი ვნახე მარილია კი მარილია ხო გუშინ გამოვიყავით მარილია ვიტყვი რა ქეთის და თქვა ქეთას და ქეთის რა ქეთებს რაღაცა უნიფორმი რა გვიხარით რა აი ეს არის კაკრას მეთქი ზუსტადაც რომ ამ ნომერში არის ქეთევან მაისაეს არტ-მენიუ რომელსაც გვაქვს ჩაყინული ძალიან საინტერესო პროექტია და ტექსტუალურადაც ძალიან საინტერესო არის ხო და გადმოვიტანეთ ისეთი პრინტები, რომელიც მერე გაიყიდება და შეუძლია მაყურებელს მერე შეწერა. შეგიძლია ჟურნალთან ერთად თქვა. კი, მოვასწრებ, ცალკე მოვასწრებ. ეს მოგიწევს სწრაფად ვაკეთოთ აქვს. ფლეამარკეტზე. ეს მასამზარეულო რუბრიკა. ეს არის ჩვენი საყვარელი. ეს რუბრიკაა, ეს მასამზარეულო კუნჭულიაში. აბა ქეთის მე მომწონს რომ სპონსორები გყავთ. ბევრი სხვათა ისე გაიზარდა რომ მარტივად წამოვიდნენ. პირველი ნომრის მერე ძალიან ბევრმა თვითონ დარეკა. რამაც გაგვახარა რა თქმა გაიგე უნდა. დუტა. პირველი ნომრის შემდეგ 30 გვერდით გაიზარდა ჟურნალისტი. მე დაახლოებით დავითვალე თქვენ რა კარგი შემოსავალი. ბრავო. როგორ ვითარდება კულინარი? რაღაც ბიზნეს გეგმა გააქვს? კი, ესე რა თქმა უნდა თავიდან როდესაც დავსყედით ბიზნეს გეგმა შემუშავეთ FFG-სთან ერთად და მივყვებით ამ ბიზნეს გეგმას, მაგრამ რაღაც ჩვენ და სასტიკეთოდ ჩვენ სასარგებლოდ უფრო კარგი ხდება და რაღაც გაუთვალისწინებელი ამბები ხდება. იმედი მაქვს ესე გაგრძელდება და აი ამ გზას გავუყვებით და არ მობეზრდება მკითხველს, ვეცდებით რომ ვიყოთ სულ რაღაც სიახლეებს თანდათან სთავაზობ ხომ? აი წინასწარას დაგვეგმილი გვაქვს უკვე აი თქვა მესამე ნომერში რა სიახლე შეიძლება იყოს ძალიან ბევრს მუშაობთ ამაზე მართლა ანუ არ გეგონოთ რომ ეს ამით თქვა როგორც ჩვენ გვეგონა თავიდან რომ გავერთობოდით ვერთობით არა ძალიან ბევრს მუშაობთ იმაზე რომ იყოს განსხვავებული მრავალფეროვანი ხარისხიანი აუცილებლად და იყოს უნდა სხვადასხვანაირი ყველა ნომერი ხო რომ იმაზე უფრო შრომატევადი აღმოჩნდა ვიდრე გეგონათ და აღმოჩნდა თუ არა იმაზე უფრო აზარტული და საინტერესო ვიდრე გეგონათ კულინარია. კი, ანუ აი ერთი სამსახურიდან მოსულები 6 საათზე ღამე. დრო არ ყოფნის, აი 24 საათი არ ყოფნის იმისთვის, რომ კიდე აი რაღაცა სუფიქრო. მესამე ნომერზე მუშაობ უკვე დაიწყეთ, უკვე თემები ჩამოყრილია და შაბათს გვაქვს მაგალითად უკვე გადაღება. პირველი ანუ ხვალ გვაქვს გადაღება და მთავარი თემა. დაახლოებით რამდენი ხანი დაჭირდება კიდევ ამ მის მომზადებას? უკვე მზად არის. უკვე მზად არის. უბრალოდ ეს უნდა აურეკო. კი, ეს იმის ანუ აი მარინაკანი და გიორგი მამასახლისი ჩვენი თქვა ყველა ყდის ავტორები არიან და ძალიან დიდი მადლობა მათ, იმიტომ რომ ეს ყდა მაგალითად ისეთი პოპულარობით სამყაროს უკვე თქვა სოციალური ქსელებით იმდენი მოწონება აქვს, იმდენი კომენტარი რომ არ შემიძლია მადლობა არ უთხრა.
მარი და გოგა არიან. მე მგონი იმიტომ გამოდის ჩვენი პროდუქტი ესეთი კარგი, რომ რაღაცა თვითონ ჯგუფი არის ძალიან ესეთი შეკრული და თვითონ მე მგონია რომ პროფესიონალები შეკრიბეთ. და ამისთვის ყველა ავტორს მინდა ძალიან როგორი ბლოკები დაგახვედრეთ ხა თქვენ. ვინო იქნება და ამიტომ გამოდის ჩემი აზრით. Queen-ის ფესტივალი გვექნება შემდეგ ბლოგში. ჩვენ ამ ყველაფერს დავაგემოვნებთ უკვე რეკლამაზე, წარმატებები ეს შესახედად იქნება კიდევ უფრო მეტი ტირაჟი, კიდევ უფრო საინტერესო ბლოგები და საინტერესო გმირები თქვენს ჟურნალს. ასე რომ კულინარი მე მინდა რომ თქვენი საყვარელი ჟურნალი გახდეს. ისევე როგორც ეხლა კი მინდა ჩემო კარგო და საყვარელო. აბა ჩემო საყვარელო მაყურებელო. რეკლამა ვნახოთ სასწრაფოდ.